მოგესალმებით, Raylight TV იმყოფება სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლში, სადაც მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის მეგობრები და კოლეგები არიან შეკრებილნი. თუ რატომ ამას მათგან გავიგებთ? ჩვენს მეგობარს, ახალგაზრდა მსახიობს გიორგი ყორღანაშვილს ესეჭირება ძვლის ტვინის გადანერგვა, რომელიც ხდება დაახლოებით $9 მილიონი. შესაბამისად, ამ თანხის მოგროვება ესეთი მარტივი არ არის და მეგობრები და ახლობლები უცდილობთ დახმარებას და ხალხსაც მოუწოდებ და უთხოვ, რომ რაღაც $1 მაინც გაიღონ, რომ გიორგის სიცოცხლე გადავარჩინოთ. რათა ჩვენ მეგობარ გიორგი ყორღანაშვილს დავეხმაროთ, იმიტომ რომ მას სჭირდება უმძიმესი ოპერაცია, ძვლის ტვინის გადანერგვა და ყოველი $1 კი ადამიანებმა რომ დაგვეხმარონ და ჩაგვიგდონ ყუთში, ეს იმას ნიშნავს, რომ გიორგის გადასარჩენად უკვე +1 და ერთი პატარა სიცოცხლე არის გადარჩენილი. ყველანაირად ვცდილობთ და დავეხმაროთ. ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებთ. მის მეგობრები ყველანაირად ჩართულები არიან ამ საქმეში, რომ თეატრები, ჩვენ მაგალითად რაც შეგვეძლო ყუთებით დავდივართ და ვეხმარებით. იავნანა დაგვეხმარა. ბატონმა პალატა ბურჭულაძემ გადმორიცხა $1000, საქართველოს ბანკი, ლიბერტი ბანკი, ქალბატონი ნათელა პატარგაციშვილი. საკმაოდ არის ჩართული ხალხი, მაგრამ საკმარისი არ არის, ცოტა კიდე გვჭირდება, რომ საძრაფოდ სჭირდება, იმიტომ რომ გიორგის დღეებია უკვე დათვლილი. აქციები მიმდინარეობს საქართველოს ხალხმრავალ ადგილებში, რაც შეიძლება ბევრგან. სხვადასხვა გუნდებათა ვართ დაყოფილი მსახიობები, ხან თბილისი მოლში მოვდივართ, ხან მარჯანიშვილის თეატრის წინ ხდება აქცია, ხან თბილისის ცენტრალში, ხან ტელევიზიიდან, Facebook-ი აქტიურად მუშაობს და რაღაცნაირად ბიზნესმენებიც გვეხმარებიან, მაგრამ მაინც ხალხის იმედი გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან დიდი თანხაა, $400,000-ზე მეტი უნდა შეგროვდეს, რომ რაღაცნაირად უშველო და დრო არის, ავწუხაროთ ცოტა. ამიტომ მაქსიმალურად შხარი ტემპებით ყველა მივატოვეთ რაღაც საქმეები და ამ ამბავზე ვართ გადასული, იმიტომ რომ ჩვენი ახალგაზრდა უნიჭიერესი მეგობრის სიცოცხლის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი. მე მინდა საზოგადოებას მოუწოდო, რომ აი აქ არის მითითებული ნომერი, ამ ფლაიერებს ვარიგებთ. უბრალოდ ფლაიერების ბევრი გვარჩენს და დიდი მადლობა, მეუბნება არც აკვირდება რას ვაძლევთ, მაგრამ თავარია რომ ერთი ზარი მაინც განახორციელოთ რა, $1-ია. რა ვიცი, ამ ხელმოსახლეობა ვართ, თვითონ რომ თითო ზარი გავაკეთოთ, ან ორ-ორი მაინც რომ გავაკეთოთ, უკვე გადასარევად შეგვიძლია შევუნარჩუნოთ ამ ადამიანის სიცოცხლე და კაც არ იცის, იქნება როგორი მომავალი პერსპექტივა აქვს, რა სიამოვნებას მიანიჭებს კიდევ მაყურებელს და მე მგონი რომ უამრავი ადამიანი იქნება ამაყი, რომ მე ამ ადამიანის სიცოცხლეში და აი ამ ბედნიერებაში მაქვს ჩემი წვლილი შეტანილი და წინ გავიხედოთ ქართველებო, ადამიანებო, არა მარტო ქართველებო, საქართველოს მოსახლეობას მიმართო. დავეხმაროთ ამ კაცს, შევუნარჩუნოთ სიცოცხლე. პატარა ბიჭია და გვერდში დავუდგეთ. ჩვენ ახლა გადავინაცვლებთ მარჯანიშვილზე არტავენიურს, სადაც გაიმართება საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა. გამოფენაზე მონაწილეობას იღებენ პატარა მხატვრები და აბიტურიენტები. გამოფენაზე შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის ანგარიშზე. დღეს ჩვენ გამოფენაზე არის წარმოდგენილი ძალიან ბევრი მხატვრის, აკადემიის სტუდენტების, აკადემიის აბიტურიენტების, ასევე დიდი თაობის ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები და ესე შევიკარით ყველა ერთად ცალ-ცალკე, ზოგმა თითო-თითო ნამუშევარი მოგცა და აი ყველას მინდა რომ დიდი მადლობა გადაუხო და სულაც არ იცნობდნენ გიორგის, ისე მოდიოდნენ და ისე გვაძლევდნენ სულიერად უცხო ადამიანები. და მე მგონი გამოფენა გამოვიდა და ძალიან მრავალფეროვანი გამოფენა, არც ერთ სტილში არ ჯდება. ასევე გვაქვს ბავშვების ნამუშევრები, ჩვენ აი შეხედეთ მწვანე კედელზე, დაგვეხმარნენ ძალიან დიდი სიამოვნებით და იყიდება ძალიან კარგად. და ველოდებით კიდევ ბევრ ხალხს. 2-დან 9 საათამდეა, 9 საათამდე ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს და ველოდებით კიდევ ბევრ ხალხს. ეს გამოფენა გაყიდვა გააკეთეს ბავშვებმა, ანუ გააორგანიზეს ბავშვებმა, აბიტურიენტებმა, მე-12 კლასელებმა, ესე იგი თვითონ დაიწყეს ჯერ ნამუშევრებზე მუშაობა, უნდათ რომ თვითონ გაეკეთებინა თავისი ძალებით და ნუ მე რაღაცა დაიხმარეს უკვე სტუდენტები, მე შემოგვიერთნენ, ანუ ბავშვებს შეუერთდნენ უკვე სერიოზული მხატვრებიც არიან ამ გამოფენაზე, არიან საბავშვო სამხატვრო
მხატვრობის სკოლის მოსწავლეები, სოლიკო ვირსელაძის სკოლის მოსწავლეები არიან. ასევე ანუ ყველამ გამოხატა, ანუ გამოთქვა კეთილინება რომ მიიღო მონაწილეობა ამ აქციაში და მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით რომ ბავშვების გაკეთებული, ანუ ბავშვების ძალით გაკეთებულია ეს მნიშვნელოვანია იმისათვის რომ რაღაცნაირად აი კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ აი რაღაცა კეთილ საქმეში მხარში დაუდგეთ ერთმანეთს და დავეხმაროთ გიორგის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამოფენა ბავშვებისთვის და ასევე ის რომ უფროსებიც დაუდგნენ მხარში და რაღაც ძალიან კარგი რაღაც კეთდება და ნახოთ მე მგონი რომ გამოგვივა რაღაცა ცოტათი მაინც დავეხმარებით გიორგის. დასრულდა დღევანდელი აქცია თბილისი მოლში, რომელიც ეძღვნებოდა გიორგი ყორღანაშვილს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თბილისი მოლის ადმინისტრაციას, რომელიც დაგვეხმარა ამ აქციის ჩატარებაში. ეს თანხა რაც შეიკრიბება, გადაირიცხება გიორგი ყორღანაშვილის ანგარიშზე. კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ დავეხმაროთ მაქსიმალურად ვისაც როგორ შეგვიძლია. დაურეკეთ, მისი ნომერია 0901 800 804. მადლობთ. Real TV ამით გემშვიდობებათ. მსახიობ გიორგი ყორღანაშვილს კი გამოჯანმრთელებასა და ბედნიერებას ვუსურვებთ.